მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი სრულად დაეთმობა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაულ ჰერჩინსკის და მის ალბათ აქამდე ბევრი არის ისეთი განცხადება, რომელზეც ხანდახან გაუბრაზებულ ვართ, ხანდახან აღშფოთებულ ვართ, ხანდახან უფრო ხშირად გაგვიცინია, იმიტომ რომ ძირითადად ძალიან ტრაგიკომიკურ ფიგურად არის გადაქცეული ეს ადამიანი ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ დღეს მოვისმინეთ მისი პირით, ზოგადად ევროპის ბიუროკრატიის პირით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უპატივცემულო და შეურაცხყოფელი განცხადება ჩვენი ქვეყნის მისამართით და დღეს მაქსიმალურად გავშლით ამ საკითხს და იმ ფარულ მესიჯებს, რომელიც ნაგულისხმები იყო ამ განცხადებაში. ინტერპრეტირება რო არ მოვახდინოთ ზუსტი ციტატა რო გქონდეს გადაცემის დასაწყისში, მაგრამ წავიკითხავ. ბატონი ჰერჩინსკი აცხადებს შემდეგს. საქართველოს გზა გასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. მოგეთ ესა ზუსტი ციტატა მისი განცხადებიდან. პრინციპში არ ვიცი, ესეთი არა კორექტული, არაეთიკური განცხადება, ხო? არაფრით არ შეიძლება გააკეთოს, მით უმეტეს ასეთმა დონის ფიგურამ. ეს არის ჩვენ ამ განაცემაში ძალიან ხშირად გვითხოვს. აი ევროპის კოლონიალისტური წარსული, სადაც თეთრი კოლონისტი ჩადიოდა აფრიკულ ქვეყნებში და მათ მესამე სამყაროს ქვეყნებად და ანუ ცივილიზაციური რასიზმი რაც არის ჩვეულებრივი, იმას ახორციელებდა ყოველად არაეთიკურად და ნამდვილად ბნელი წარსული კოლონიალიზმის ისტორიიდან დაწყებული, გაგრძელებული ადამიანების ზოოპარკით და გაგრძელებული ნაციზმით და დამთავრებული ადამიანების სტერილიზაციით, რომლებიც თქვათ ვერ ერგებოდნენ რაღაც სტანდარტს, ვერ იყვნენ ისეთი ლამაზები და ისეთი შეძლებულები, ამაზე ბნელი წარსული მე არ მეჩვენება და რომელ ბნელ წარსულზე ლაპარაკობს არც ჩვენ საბჭოთა მოდერნიზაციის ეპოქა გავიარეთ და არა თუ ბნელი, არამედ კოსმოსის ათვისებაში ვიღებთ მონაწილეობას. ორი მსოფლიო, ანუ ნახე, მეორე მსოფლიო ომი მოვიგეთ ქართველმა. ანუ ის ქართველების კონტრიბუცია ძალიან დიდი იყო. მეცნიერებაში უდიდესი როლი შევიტანეთ სპორტში, რომელ ბნელ წარსულზე არის ლაპარაკი და თუ მაშინ ადამიანის უფლებებს ედავებიან, ხო? საბჭოთა ეპოქას და მაგ პერიოდის საქართველოს ანალოგიურად მაგ პერიოდში არსებობდა ერთი მხრივ იქით ნაციზმი, სხვა ადგილებში ისეთი რასიზმი, რომ სეგრეგაცია იყო და 60-იან, 70-იან წლებში, სადაც ჩვენთან უკვე სხვა რამ ხდებოდა, მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე თუ მოედავებით და ესეთი რეპრესიები აღარ არსებობდა, მაშინ ჯერ კიდე ავტობუსები და ფანტანები და ისინი გაყოფილი იყო სადღაც. ხო და რომელ ბნელ წარსულზე არის ლაპარაკი? ან ვაფშე რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი? მოდი გავშალოთ. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საბჭოთა პირველი, მაგრამ ალბათ გვამისამართებს უფრო მეტად 90-იანების დასაწყისში სამოქალაქო ომიც ახსენამან, მაგრამ უბრალოდ აქ უფრო მნიშვნელოვანი მე მგონია რომ არის რომ ადამიანს შემოაქვს დიქოტომია და პირდაპირ ქართულ ხალხს მოუწოდებს, რომ ჩვენ გაყენებთ არჩევანის წინაშე და თან ვადას ასახელებს, ხო, ესეც მნიშვნელოვანი გასარჩევი არის გარდა იმისა, რომ რომელ წარსულზე გველაპარაკება მართლა და ვისგან გვეკუთვნის და ვისზე არა საერთოდ წარსულზე ლაპარაკი და ეს თითისქნებები არავისგან არ გვეკუთვნის ზოგადად, მაგრამ ადამიანი გვეუბნება, რომ თუ უახლოესი კვირების და თვეების მანძილზე ჩვენ ვაპირებთ რაღაცას, რასაც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ჩვენზე მორგებული ნაბიჯები არ მოყვება, მაშინ ჩნდება იმის რისკი, რომ თქვენ დაბრუნდეთ იმ პერიოდში, როდესაც იყო სამოქალაქო ომი, როდესაც იყო კორუფციაც ახსენა და სხვა დანაშაულებები და უშუქობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ევრობიუროკრატიის და deep state-ის ხელდასმული წარმომადგენელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს ყველა ტიპის არეულობას ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმ 5 რევოლუციას გულხურვალედ ედგა გვერდში, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ცადეს და არ გამოუვიდათ, ეს ადამიანი გვეუბნება, რომ თუ უახლოეს კვირებსა და თვეებში მათი რაღაც გადაწყვეტილების შედეგად ჩვენი სახელმწიფოს პასუხები არ იქნება მათთვის მისაღები, ჩნდება რისკი სამოქალაქო ომის, ჩნდება რისკი წარსულში დაბრუნების და ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ხანია იმაზე, რომ ეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არის ძალიან დიდი პრობლემა. ოღონდ ეს ხო მართლა ის არ არის, რომ რაღაცა ჩვენ აღმოვაჩინოთ, რომ ეს პრობლემა არის, ხო? ანუ ეს არის რაღაცა საერთაშორისო პოლიტიკური დოქტრინა, რომ ანუ არ შეიძლება ერთ ქვეყნის წარმომადგენელი მეორე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ესე ღიად ერეოდეს და ადამიანი უკვე გამოდის პირდაპირ მოწოდებით ქართული საზოგადოებისადმი, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ რაღაცა გადაჭრით ზომებს და ნაბიჯებს, თქვენ თუ არ დააბრუნებთ ოპოზიციას ხელისუფლებაში, თქვენ თუ ნაცურ წარსულს არ დაუბრუნდებით, მაშინ ყველანაირი გზა იკეტება ჩვენი მისამართით და თქვენ გრჩებათ მარტო ბნელი 90-იანების მომავალი. ანუ ტიპი პირდაპირ ერევა ქართველი ხალხის არჩევანში. ეხლა გადავიდეთ უკვე 90-იანების ნაწილზე. 90-იანები იყო პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდი, როდესაც ლიბერალური დემოკრატია და ეს პროექტი თითქოს ხდება გლობალური და ყველგან ეს უნდა გავრცელდეს დემოკრატიის ექსპორტი ესეთი პროექტის სახელით და იქ რა ხდება რა უცხო ქვეყნები ერევია მთლიანად შენ პოლიტიკას, შენ კანონმდებლობას, შენ დღის წესრიგს განსაზღვრავენ ისინი, იყენებენ ბუფერად, რომ იჩხუბოდა პრობლემები შეუქმნა რუსეთს და შემდეგ შენ ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება საფრთხე და ამის შემდეგ მოდის მიშას პერიოდი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტნაკლებად აი ეს გინდა ფერადი რევოლუციები, გინდა უცხო ქვეყნების და NGO-ების მხრიდან არეულობები, დივერსიები, ჩარევა და ეს ყველა ქვეყნამ გამოიარა, მაგრამ მიშა იყო იმის კლასიკური მაგალითი, რა არის აი უცხო ქვეყნის მმართველობა, ანუ მიშა იყო ალბათ მე შევადარებდი ახლა ელ-სალვადორში რომ პრეზიდენტი არის, რომელიც თქვათ ამერიკის ინტერესს ყველაზე მაგრა გამოხატავს და ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ ექსტრადიცია, ჩვენ შეგვიძლია ვაფშე ვიღაც არა ელ-სალვადორელების რა და მე ციხის პოლიტიკა აქვს რა და რუბიომ მახსოვს რომ განცხადა, რომ ეს ექსტრადიციის ისტორიაში ესეთი რამ არ მგონია ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა. ანუ ჩვენ მიშას პერიოდში ფაქტობრივად ვიყავით ჩვეულებრივი კოლონია და მე ვერ ხვდები საერთოდ მე ძალიან არაეთიკური განცხადება მგონია, იმდენად არაეთიკური, რომ არგუმენტებზე მეტად წინ მოდის ბრაზი და წინ მოდის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რაღაც შეურაცხყოფა მიაყენო შენს და გაბრაზდე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა წარმოუდგენელია ამ ენით, ამ მუქარით და ამ ტერმინოლოგიით ესაუბრო ქვეყანას და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ შენ ნახე, ხა მისთვის სასიკეთო რატომ უნდა ვთქვა, მაგრამ თუ გინდა კონკრეტულ მიზანს მიაღწიო, ძალიან მარტივი სტრატეგია რო ავიღოთ. ამ მარტივი სტრატეგიით მინიმუმ შეურაცხყოფა არ უნდა მიიღოთ, არ უნდა უთხრა, რომ თქვენ განუვითარებლები ხართ, განუვითარებლები იყავით. აი ესეთ შეურაცხყოფები არ უნდა მიაყენო, მიხვდი? და პლუს ამას არ უნდა ემუქრო, აი ეს აროგანტულობა, ისინი ვერ იაზრებენ, რომ აი ესეთ თითით საუბარი შიდა მოსახლეობაში ნახე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ალბათ ევროკავშირის მისი სოციალური კაპიტალის ნდობის ინდექსი ძალიან დავარდნილია საქართველოში და რატო? იმიტომ რომ აი ეს თითის ქნევით გველაპარაკებოდნენ ვიღაცა დეპუტატები იქიდან, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში არიან ბანკროტები, არაფერს არ წარმოადგენენ. თითის ქნევით გველაპარაკებოდნენ ჩვენ და ის ვერ გაანალიზეს, რომ ამით
საქართველოს ხელისუფლების ნდობას კი არ დააქვეითებდნენ ხალხში. პირიქით ხალხში დაქვეითდებოდა ევროკავშირის როგორც ამ კორუმპირებული ინსტიტუციის სახე. აი ეს ვერ გაიაზრეს და ასეთ ტერმინოლოგიით, არ ვიცი, ესე იგი კიდე ერთხელ უნდა ის გავიაზროთ, რომ ისინი ვერ გვაფასებენ ჩვენ, არ გვიყურებენ თანასწორად და არ გვიყურებენ როგორც უდესი კულტურის, უდესი ისტორიის ქვეყანას, რომელზეც აქვს თავისი უნიკალური დამწერლობა, რომელიც არ აქვს ფრანგს, გერმანელს და ინგლისელს და გვაქვს უამრავი ისეთი კულტურა, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანას პირდაპირ ვთქვათ, არ უნდა ქონდეს. და ასეთ ქვეყანაზე ისაუბრო, რომ იცი რა, და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ ქრისტიანობა, საკამათო საკითხია რა, სომხეთის და ჩვენი, ხო? როგორც ასე ვთქვათ, ოფიციალურ რელიგიად შეიძლება რომ ერთი მიმართულებით ჩვენც ვიყოთ პირველები და ასეთ ქვეყანას რომ რაღაცა თქვენ განვითარებლებად ჩვენ შეგვიძლია კანონები მივიღოთ, მაგრამ იგივეს თქვენ ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ მე შემიძლია იარაღი მქონდეს, მაგრამ შენ მაიმუნი ხარ და შენ ხელში იარაღი არ შეიძლება. ეს იყო იდეაში მორიგი უკვე თუ არ ვაგერევა იმდენი თვითლუსტრაციის, მაგრამ აქ ბოდიში ჩაგეჭრება, აქ ბოდიში მაინც კიდე მე მგონია რომ ესეთი მძაფრი, სადაც შენ ქვეყანას აყენებენ შეურაცხყოფას, მაინც არ ყოფილა. ესეთი მძაფრი. იყო პერსონიფიცირებული, იყო კონკრეტულად მიმართული რაღაც გუნდზე. ის რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში გეუბნება, რომ შენს ბნელი წარსული უდრის იმას, რომ შენ აკეთებ არჩევანს არსებულ ხელისუფლებაზე, შესაბამისად ის, რომ შენ აკეთებ მშვიდობაზე და სტაბილურ განვითარებაზე არჩევანს. ის, რომ შენ აკეთებ არჩევანს იმისა, რომ ის დანაშაულებრივი პოლიტიკური, რომელიც დღეს ოპოზიცია არის, პოლიტიკური ერთეული, რომელსაც ასე ლამობენ, რომ დაუბრუნდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რადგან ეს ქვეყანა კვლავ გახდეს იდეალური პაიკი მათთვის სათამაშო დაფაზე შენ საბოლოოდ გაქვს ჩარეცხილი და არასოდეს ამ მარგინალურ ჯგუფს აღარ მიანდობ ქვეყანას ეს არის თურმე წარსულში და ბნელ წარსულში დაბრუნება რომ სამოქალაქო ომის რისკი დგას თურმე ქვეყანაში თუ მათთვის მოსაწონი საქციელები არ დაინახეს და თუ ახლა წარსული შეხსენება მართლა შეეძლო რა ბელგიელებისთვის შეეხსენებინა თავის წარსული ახლა დარწმუნებული ვარ ჩვენგან არ ჭირდება მაგის ცოდნის შეძენა ბელგიის უახლესი წარსულის ბანკიერებები რას წარმოადგენდა და ბნელი წარსული რეალურად რას ნიშნავს ანუ ჩვენ მქონდა მართლა საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში ძალიან რთული 90-იანი წლები, მაგრამ ამით დააშინო შენ ქართველი ხალხი, რომ ეს გელოდებათ თუ ევრობიუროკრატიას არ დაუგდებთ ყურს და ბოლომდე მათ არ გაყვებით, ამაში დანაშაულებრივი განცხადება არის ყველა მორალურ ზღვარს გადასულაზე, რომ თვალები დავხუჭოთ საერთოდ და მე მგონია იმსახურებს დაბარებას მინიმუმ საგარეოში. კაი დათუქსვას. იმიტომ რომ ჩვენ მაინც ყოველთვის ამ შემრიგებლური პოლიტიკიდან გამომდინარე მსგავს რაღაცებისგან თავს ვიკავებთ თუ რაც უკიდურეს იაზოობას. რაღაც უკადრებელს თუ არ კადრულობდე ხო? მე მგონია რომ უკადრებელია. ხო, კი ეს ზუსტად უკადრებელია, როდესაც ძალიან ხშირად ევრობიუროკრატი გეუბნება რომ ეხლა შენ ან აირჩევ ან გააკეთებ ჩემ მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც შენთვის შეიძლება არ იყოს სწორი და მისაღები, ან მე გადაგიწყვეტ შენ მომავალს. კი ბატონო და ისე რეალურად მათი მხრიდან განსაკუთრებით ამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც დირექტივები დაიწყეს, როდესაც უნდოდა საქართველოს მეორე ფრონტი გაიხსნა, საქართველოს ჩართული იყო ომში და სანქციებს შეერთებოდა და ეკონომიკა დაეშალა და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს 100,000 ჯარისკაცი აქეთ გადმოესხა და უკრაინის ომი კიდე ოდნავ გახანგრძლივებულიყო, მხოლოდ ამის გამო, რომ განადგურებული ინსტრუმენტი ყოფილიყო ქვეყანა და განადგურებულიყო ეს ქვეყანა,
ხოლო ამის გამო ესე იგი რა აღარ გააკეთეს, დააფინანსეს 1000 NGO, დააფინანსეს ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რომელმაც მოლოტოვის კეთებას NGO-ები, რომლებიც მოლოტოვის კეთებას ასწავლიდნენ ბავშვებს, რევოლუციური კამპანიები, იქით იყო საუბრები სამოქალაქო თავდაცვაზე, სადაც პარტიზანულ ომში უნდა ჩავრთულიყავით. აი ამ მიმართულებით აფინანსებდნენ ყველაფერს და პლუს ამას მოგვიწოდებდნენ სანქციებზე შეერთებას, რომ ჩვენი ეკონომიკა, ესე იგი, აი რაზე ვილაპარაკოთ, მათთვის საქართველოზე რა ფასი აქვს და რამდენად ადარდებთ, მარტო აქედან ჩანს რა. რეალურად თუ ვინმე ჩვენ ცდილობდა რომ ბნელ წარსულში დავიბრუნებინეთ, იყო ზუსტად ეს ევრობიუროკრატია, იმიტომ რომ რაც გაიხსენე სწორად, რომ პირველი ჩვენთვის იმდენად მძიმე სანქციების დაკისრებას მოითხოვდნენ რუსეთისადმი, რომელიც ეკონომიკას გაგვინადგურებდა, ადამიანები მოითხოვდნენ ჩვენგან, რომ ომში შევხიდებოდით უკრაინას, რაც როგორც ქვეყანას გაგვანადგურებდა და მეტი წარსულის ტრაგიკულ პერიოდში დაბრუნება რა უნდა წარმოიდგინო ადამიანმა, რაც იყო მათი პირდაპირი დაკვეთა. და ესენი გვეუბნებიან, რომ წარსულს, ბოდიში, ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე ბნელ წარსულში გვაბრუნებს ოჯახის დაცვის კანონი, გამჭვირვალობის კანონი, სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ომში არ ჩართვა. ეს ყოფილა თურმე ბნელ წარსულში დაბრუნება და იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ისტორია, რა თქმა უნდა, არ იციან. არც პაվել ჰერჩინსკიმ, არც რომელიმე აი ევრობიუროკრატმა Deep State-ის გაცხადებულმა აგენტმა, რომელიც ჩვენთან ან ელჩს წარმოადგენს, ან რაიმე დიპლომატიურ სამსახურს ეწევა. იმიტომ რომ ყოველთვის ამ შეცდომას უშვება ხოლმე, რომ არასოდეს ამ ქვეყნის მენტალობას, ამ ქვეყნის წარსულს, ისტორიას, ტრადიციას, მის სოციოკულტურულ გულისცემას ვერასოდეს ვერ მიხვდნენ და ვერ გაუგეს და კიდევ გონიათ, რომ აი ეს ჩვენ რასაც უბრძანებთ, ის უნდა შეასრულონ და ეს უნდა იყოს ერთადერთი უპირობო ჭეშმარიტება. არასოდეს საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩს მოუნდომებია ამ ქვეყნის მომავლის შეცვლა ქართველი ხალხისგან დამოუკიდებლად, როდესაც ქვეყანაში არსებობდა ერთობა, ეს ვერასოდეს შესაძლებელი ვერ გამხდარა. და დღეს ამ ქვეყანაში არსებობს ის ერთობა, რომელსაც ამდენი ხანი არის, რომელიც ამდენი ხანი არის უჭერს ამ ხელისუფლებას ხარს, რომელიც ჩვენ გვყავს, რომ ამის გარეშე ისედაც შეუძლებელი არის, რომ ქართული ოცნება 13 წლის მანძილზე ყოფილიყო ხელისუფლებაში და ის მარგინალური ჯგუფი, რომელიც ამათ მხარდაჭერით რუსთაველზე ბოგინობს, ის მართლა მიკროსოციუმი ამ ქვეყნის ეგ ადამიანების ერთობა ვერასოდეს ვერ იქნება იმის წინაპირობა, რომელიმე უცხო ქვეყნის დესპანმა საქართველოში განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი. იცი რა მაინტერესებს ჩვენ მაგალითად ბრიტანეთის მხრიდან ჩვენი ტელევიზია დაასანქცირეს იმის გამო, რომ ჩვენ ვეწეოდით დესტაბილიზაციას უკრაინაში. ანუ ჩვენი ტელევიზიის გარშე უკრაინა იყო სტაბილური ქვეყანა, ჩვენ ვეომებით რა, ტელევიზია, ოპერატორებით, სამყანებით, სერიოზული საომარი გვაქვს ინფრასტრუქტურათან და ჩვენი პოზიტივის დრონები და ასე შემდეგ რა. ხო და იცი რა მაინტერესებს, ასე რომ მოგექცევიან, გასანქცირებენ ქვეყანას ამდენ პრობლემას უქმნიან, ასეთ რეზოლუციებს იღებენ, ასეთ სანქციებს აკეთებენ პაკეტებს. იქ გვემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. აი, მართლა მაინტერესებს ესე იგი და ამის შემდეგ შენ ფიქრობ, რომ გამოხვალ და იტყვი, რომ თუ არა და მაშინ თქვენ წუმპეში დაბრუნდებით, ამაზე ხალხი იტყვის, რომ აი ეს გვაპატიე ამ ერთ პაվել ბოლო გვაპატიე და მე მოვლით ჩემ ხელისუფლებას. იცი რა არის სამარცხვინო არის ეს ყველაფერი, ესეთი მონური დამოკიდებულება. ევროპა მართლა თავის თავს მიხედოს. ჰიპერინფლაცია რო არის და წარმოუდგენელი გაუგონარი ენერგორესურსების დეფიციტი რო არის, რომელიც მიმული იყო რუსეთზე მთლიანად და მასზე ქონდა დაფუძნებული ის ინდუსტრია, რაც იყო ევროპის იდენტობა, თავის წარმოების ნაწილი იქნებოდა ეს ქიმიური თუ სასუქის თუ ნებისმიერი საინჟინრო მიმართულება, რო გაუძვირდა ამ გაზის გამო, ზოგ საკითხებში გაუოთხმაგდა, გაუსამმაგდა ელექტროენერგია იქით რო აწვდიდნენ მერე თხევად
კვირას და 10 მაგ ფასად და მე ჰორმუზ სრუტეც რო გაეჭედათ და ვაფშე რო არეულები არიან და განათებებს რო ერთავენ ქვეყნებში და ქალაქებში, ცენტრალურ ქალაქებში. იცი რა არის? აი მე ვერ ხვდები, ანუ ჩვენც ეგრე უნდა გაგვიძურდეს ყველაფერი, ჩვენც ეგრე უნდა გაგვიპრობლემდეს ელექტროენერგიის მოხმარება, გაზი, ანუ ეს რესურსები ჩვენც ეგრე ეგეთ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეთ, ხო? ჩვენ პირველ რიგში რაც და კიდე იცი რა მაინტერესებს? აი ძალიან მაინტერესებს. დაბრუნდებით ძველ ბნელ წარსულშიო. უკრაინა ეხა ნათელმომავალშია, ხო? და ერთი 40-50 წლით, არა, 40 სიმბოლური წევრობა. უკვე ხო გაჩნდა ახალი მიმართება, რომ სიმბოლური წევრობა. უსე უღიათ თქვენს უკვე, რომ ამას განიხილავენ, რომ უკრაინა გახდეს არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ სიმბოლური წევრი ევროკავშირის, რომელიც აი რას ნიშნავს, ანუ გამოიგონეს უცებ რაღაცა, რომ აი კი მიგდებული კი არ ყავს კაცო და ყველა დაპირება კი არ უარყავით ჩვენ და კი არ გავანადგურეთ. სიმბოლურ წევრობას ვაძლევთ რა. ნახევარვარსკვლავს დავამატებთ ჩვენ დროში. არა, ვიკენდის წევრი რა. არასკევი შაბათი იყოს წევრი. ვიკენდის წევრი იქნება ევროკავშირის. არასკევი შაბათი კვირას გადიან და ის. ხო, ანუ რეალურად ხო ყველაფერი არის იმისკენ მოწადინებული, მთელი ევროპული ბიუროკრატიის აპარატი არის იმისკენ მოწადინებული, რომ მათ როგორმე ამ ხელისუფლებაში და ეს რო ცადეს მაგალითად ისეთი შიდა აგენტურის ხელით რომლებიც შემდეგ გამოვლინდნენ და დღეს აღარ არიან ჩვენს რიგებში და მართველი გუნდის რიგებში, რომ იქნებ შიგნიდან გაიფუჭებინათ როგორღაც ხელისუფლება, ეხა უკვე ძალიან ღიად თავიდან ბოლომდე არის იმაზე, რომ როგორმე ისევ ოპოზიცია დავაბრუნოთ იქნებ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვეყოლება უკვე ჩვენი დავალების პირნათლად შემსრულებელი და ეხა მაგის ძალიან კარგი მაგალითი არის უნგრეთის არჩევნების შემდეგ პირველი ულტიმატუმი, რომელიც ევროპული ბიუროკრატიამ წაუყენა უკვე უნგრეთის ახალ პრემიერს, რომელიც პასუხი ჯერ არ ვიცით რა არის, მაგრამ ულტიმატუმი უკვე გაიცა, რომ სქესის შეცვლა ბავშვებში და პროპაგანდის აკრძალვა, რომელიც ორბანის პოლიტიკის ნაწილი იყო, ეს სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს უნგრეთში. ანუ ტიპები ამბობდნენ, რომ 16 წლის მანძილზე ვიქტორ ორბანმა უნგრეთი გადააქცია თითქმის დიქტატურად. და პირველი რაც უნდა გამოასწოროს ქვეყანამ თურმე და რაც ყოფილა ყველაზე დამანგრეველი ამ 16 წლის მმართველობის მანძილზე მათ მიუღებელი ლიდერის ყოფილა ის, რომ პროპაგანდა უნდა დაუშვას ისევ. ანუ სხვა პრობლემა უნგრეთს არ ქონია ამ მმართველობით. აი ზუსტად ეს მიდგომა არის, უკვე ამდენად ღია რო არის. არა მხოლოდ ჩვენი მისავართ, არამედ ყველა იმ ქვეყნის მისავართ, რომელიც სუვერენიტეტზე პრეტენზიას აცხადებს, რომ თქვენი კონტექსტის, თქვენი კულტურის, თქვენი ტრადიციის, თქვენი სოციუმის, თქვენი მოქალაქეების სურვილების და მიუხედავად რასაც გიბრძანებთ, ან იმას აკეთებთ, ან ჩვენგან იქნებით უარყოფილები. ამ მიდგომაში როგორ შეიძლება მე გელაპარაკონ, რომ ევროპულ დემოკრატიას დაშორდა საქართველო. როდესაც ყველაზე მეტი უზურპაციული მიდგომით ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ცვლილებები, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ყველაზე მიუღებელი და რაც ყველაზე ცუდი არის დამანგრეველი. რო შევაჯამოთ მოდი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ ნახეთ ესე იგი მიჩვეულები ვართ რა ბოლო ალბათ 4 წლის განმავლობაში ჯერ იყო და რაღაცა პარლამენტის რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა პირველი მე მახსოვს რითიც დაიწყო 309 პარლამენტარო შავზე თეთრს დამტკიცებდა და კეზერას ეძახდა მედიადევნილ პერსონას და ასე შემდეგ და ბიზინა ივანიშვილს ოლიგარქს და ეს სამარცხვინო რეზოლუციით რო დაიწყო მე დაეწყვნენ და გინდა ესე იგი დაწყებული ვიღაცა წღიბა ევროდეპუტატიდან დამთავრებული ვიდრე ურჩხულა ფონ დერ ლაიენ და ასე შემდეგ მაგრამ მე მაინც არ მახსოვს ესეთი არაეთიკური განცხადება მაინც ჩემ აზრზე დავრჩები რომ ეს იყო შეურაცხყოფა თვითონ უშუალოდ საქართველოსი, ქართული ხალხის და ქართული კულტურის, ქართული პოლიტიკის და ის თუ სადმე საქართველოს ჰქონდა ჩავარდნა და ბნელი პერიოდი და სამოქალაქო ომი და თუ იმას ესე მოიხსენიებს ის არის ჩვენი ტრაგედია რომელშიც ძალიან ბევრმა მიიღო მონაწილეობა იქიდან გარე ძალებმა და ეს ამ ტრაგედიის ესე მით უმეტეს მუქარის ტონით გამოყენება ნამდვილად არ შეიძლება ანუ არაეთიკურობის პიკი იყო მე არ მახსენდება ამაზე ცუდი განცხადება და მართლა აი წყევლა მაწყევარის არისო ეგრეა რა ხო ნუ იგივე იქნება იგივე არ იქნება და ეს უარესი იყო რომ ეხლა
ლექჩინსკის რო შეახსენა, რომ ის ქვეყანა რომ საიდანაც არის წარმომავლობა პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის დროს რა ტიპის ჩართულობაში, რა ტიპის კერა იყო ჰოლოკოსტის განხორციელების. ამაზე რო ელაპარაკო და ეს რო თქვან რომ ძალიან მოსული ამბავი დიპლომატიური არის და ამაში პრობლემა არ არის, უბრალოდ შეგვახსენა ჩვენ წარსული. მე მეორეს გავიხსენებ, რომელიც შეიძლება უტოლდებოდეს ერთ განსხვავებას, ფონ დერ ლაიენმა როდესაც ომი ახალი დაწყებული იყო და მაშინ განაცხადა, რომ უკრაინელები მზად არიან ევროკავშირის წევრობისთვის მოკვდნენ. ხომ არა, ჩვენზე არ ვარ. არ, ხო ჩვენ კონტექსტში იყო რა, ჩვენ კონტექსტში რა, ხო, მე ეს მახსოვს განცხადება, როცა ჩვენ ეს რა ქვია, კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო და გადაგვივადეს. ეგ იყო რა თქვენ რას აკეთებთ ახლა იმის ეს ხალხი კვდებაო, თქვენ გინდათ ხარჯზე წამოწოლები იყოთ, სუვერენიტეტი გაიძლიეროთ, ეკონომიკური წინსვლა გქონდეს რუსეთსო, ისეთ საქციევ არ დავამოწოთ, რომელიც თქვენ ჩამოგშლისო და ეგრე მოგცეთო წევრობაო რა, ხო, ეგეც არანაკლებ დამაკნინებელი იყო. მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.